მე ვარ დათო საყვარელიძე, პროფესიით ვარ რეჟისორი, დაბადებული 1970 წელს 21 მარტს. ძალიან მიყვარს ეს თანამედროვე სერიალები, რომლებიც მოიცვა, ასე ვთქვათ, მთელი ჰოლივუდი თუ სატელევიზიო სივრცე. ამ ეტაპზე ახლა ძალიან საინტერესო პოდკასტი, ანუ რადიო, ინტერნეტ, სატელევიზიო, მთლიანად სატელევიზიო სერიალი გახდა ძალიან პოპულარული, ამას ქვია სერიალ, ესე ქვია. ეს არის პოდკასტი, ანუ ჩამოტვირთული ამბავი, მონათხრობი, აუდიო მონათხრობი, თავის ფოტო მასალით. ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის, ჩემი აზრით, აი ამ ფორმამ ახლა ძალიან გამიტაცა. ეს არის აუდიო, რადიო სერიალი, რომელსაც მოყვება ვიზუალური ხან სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფორმა, ფოტო, ვიდეო და ასე შემდეგ. ყველას ვურჩევ, რომ ნახოს, გაეცნოს, იმიტომ რომ ამ ფორმატმა ახლა მთლიანად დაიპყრო მაყურებელი და მსმენელი. მე ვარ თეატრის რეჟისორი, არასდროს არ მიცდია, რომ ყოფილიყავ კინორეჟისორი, თუმცა ძალიან დიდი სურვილი და ერთგვარი რიდიც მაქვს ამ პროფესიის კინორეჟისურის მიმართ, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ცოდნა საჭირო იმისათვის, რომ კარგი ფილმი გადაიღო. ახალგაზრდა თეატრალურ რეჟისორებს ვურჩევდი, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღონ, ასევე დაეუფლონ აი იმ პროფესიას, რასაც დაუშვათ მე სწავლობდი, გულისხმობ მიხეილ თუმანიშვილის სკოლას და ვთვლი, რომ რეჟისურა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესია მთელს დედამიწაზე და ეს არა მარტო პროფესია, უკვე ეს არის ჩვევა, ეს უკვე გადადის მახსოვრობაში, გენში თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ანუ ქვეცნობიერში და კონკრეტული პროფესიაა, ეს არ არის სანამ გადავალ დაუშვათ ადამიანის ნიჭიერებაზე და ტალანტზე საუბარს, მანამდე ვიტყვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ცოდნა, პროფესიული ცოდნა, რომელიც სავსებით დღეს შესაძლებელია მიიღო ნებისმიერ ადგილზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლა უკვე ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, ის ახალგაზრდები, ვისაც უნდა რომ გახდეს რეჟისორი და ვთვლი, რომ ძალიან ბევრი მასალა დაგროვდა თვითონ რეჟისურს. 21 საუკუნეში საერთოდ რეჟისურა, თეატრალური რეჟისურა ავტომატურად ითვლება მე-20 საუკუნის პროფესიად, თუმცა აი 21 საუკუნის დასაწყისში ვართ და ვთვლი, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია, ზღვა ინფორმაცია დაგროვდა სხვადასხვა წიგნების, ავტორების, ვიზუალური ვიდეო მასალით საშუალებით და მე ვთვლი, რომ დღეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ინფორმაციისა, პროფესიული თვისებებისა, რომელიც შეიძლება ადამიანმა შეისწავლოს. და ვფიქრობ, რომ ამან დაეწაფონ და არ დაინდონ საკუთარი თავი და იყვნენ მკაცრები თავისი საკუთარი პროფესიის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ. მე ვარ საერთოდ ძალიან კარგი მაყურებელი პირადად, იმიტომ რომ ნებისმიერ სპექტაკლზე ძალიან დიდი სიამოვნება მგურიის ნებისმიერ სპექტაკლის ყურება. სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელი სპექტაკლები, რომელსაც ვერ გავუძელი. ეს ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თორემ ვთვლი, რომ ყურების დროსაც კი თუ ეს არ მოგწონს, პარალელურად ვფიქრობ, შენ როგორ გააკეთებდი ამა თუ იმ სცენას, ასე რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მგურის სპექტაკლების ყურება. გამორჩევა შემიძლია, რომელია საყვარელი, რომელია კარგი, რომელი მიმაჩნია უკეთესად. და რა ვიცი, ამ ბოლო ხანებში საკმაოდ დაგროვდა ესეთი სპექტაკლები, რომელიც შემიძლია ვურჩიო. უბრალოდ არ მინდა, რომ ძალიან კოლეგიალური ვარ, ძალიან ახლოს ვიცნობ ამ ადამიანებს და არ მინდა, რომ გამოვყო და თუნებას დავთავთ, ესეთ კონკრეტულად არ ვიწყე. ჩუმად ვისაც დააინტერესებს, შეიძლება მიუთითო. საჯაროდ მოვერიდები ესეთ გამოყოფას. ძალიან დამაინტერესა ესეთი პროფესორი გახლავთ, ბრიტანელი კევინ დიუტონ, რომელიც ანალიზს უკეთებს ადამიანის გამორჩეულ ადამიანებს, მათ ფიზიკურ მდგომარეობას და წარმატებულ ადამიანების მაგალითზე ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები თავისებური ფსიქოპატები არიან. და შეიძლება ეს ფსიქოპატური მდგომარეობა, ანუ დაუშვათ
ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან დიდი მიღწევები ცხოვრებაში, ამა თუ იმ სფეროში, ისინი ერთგვარი დაუნდობლები არიან საკუთარი თავის მიმართ, მომთხოვნები არიან, შეიძლება იყოს განსაკუთრებულად მიდრეკილები არიან რაღაც წარმატებისკენ და ეს ერთგვარი ფსიქოპატური მდგომარეობაა, ხო? და თქვათ პოლიტიკოსებს თუ გადავხედავთ, ძალიან ესეთ გამორჩეულ ადამიანებს, წარმატებულ ბიზნესმენებს და ის ანალიზს უკეთებს, როგორ შეიძლება იყო კარგი, დადებითი ფსიქოპატი. ანუ გამოიყენო ის გამოცდილება, რაც ადამიანებს წარმატებაში უწყობთ ხელს რა. ეს არის how to be a good psychopath. ანუ როგორ შეიძლება ვიყო დადებითი, კარგი ფსიქოპატი. და ეს საკმაოდ ისეთი თითქოს მეცნიერული ნამუშევარია, წიგნია, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტებია ისტორიული, ბიოგრაფიული თუ სხვადასხვა და ვფიქრობ, რომ აი ეს ფორმა დღესდღეობით ძალიან პოპულარულია მთელს ევროპაში და განსაკუთრებით მიმიზიდა და ვცდილობ, რომ მოვიპოვო ეს მისი ლექციები, მისი თქვათ ნამუშევრები, რამდენიმე წიგნია და აი ამას ურჩევდი თანამედროვე, ასე ვთქვათ, ჩემ მეგობრებს, ადამიანებს, თანამედროვე ადამიანებს, ჩემ ასე ვთქვათ, ახლო ადამიანებს, იქნებ გაეცნონ. მხატვრულ ლიტერატურას რაც შეეხება, კლასიკა ყოველთვის რაღაც რომელიღაცა კლასიკური ნაწარმოები ხასიათის და მიხედვით სამაგიდოდ მაქვს ხოლმე, მაგრამ პარალელურად აი ესეთ რაღაც სიახლეებს ვეძებ და ეს მოთხოვნილება უკვე ჩამომიყალიბდა უკვე კარგი ხანია და გასაკვირველია შოთა რუსთაველი არის ჩემი ასე ვთქვათ სანუკვარი, საყვარელი მწერალი არა მარტო როგორც ქართველი, არამედ როგორც ლიტერატურის მოყვარული. საერთოდ ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურა, მაგრამ ამ ეტაპზე აი ამას ურჩევდი, იმიტომ რომ განათლებული ადამიანები ძალიან საინტერესო და ბევრ სასაცილოს და დასაფიქრებელ ამბებს წაიკითხავენ აი ამ კევინ დიტონის წიგნში. თუ ადამიანებს უნდათ გართობა ამისთვის ძალიან ბევრი ადგილია, თუმცა გართობა დაუშვათ ინტელექტუალური თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიძლება მოხდეს, რა ვიცი, გოეთეს ინსტიტუტის ბაზაზე, ასევე ფრანგულ ცენტრში, საფრანგეთის ინსტიტუტში, ასევე, რა ვიცი, საკმაოდ საინტერესო რაღაც შეხვედრები ტარდება, თქვათ, სხვადასხვა ეს ბიბლიოთეკაში და ალბათ ინტერესის მიხედვით იკრიბებ. მე საერთოდ მაინც თეატრში ყველა შეხვედრას, ყველა საინტერესო ამბავს თეატრში ვეცნობი და ვფიქრობ, რომ თეატრი ერთ-ერთი არა მარტო პროფესია, არამედ ის ადგილია, საიდანაც იღებ უდიდეს, ასე ვთქვათ, სიამოვნებას ადამიანებთან ურთიერთობას. საერთოდ რო ჩამომდიან ხოლმე მეც ბევრი მეგობრები, ძალიან საინტერესოდ ვაცნობ ქალაქს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ საინტერესოდ შემიძლია მივაწოდო ქალაქზე რაღაც გარკვეული ინფორმაცია. ვატარებ ალბათ ყველასთვის ნაცნობ ადგილებში, თუმცა ვამატებ კიდე ქალაქგარეთ. ძალიან მიყვარს წინანდალი, როგორც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ტურისტული ადგილი, იქ ვაპირებ საინტერესო ფესტივალის გამართვას. და საერთოდ, მაგრამ ძალიან მალე მთავრდება ჩემი ტურისტული, ასე ვთქვათ, მარშრუტი და სულ 3 დღეში შემიძლია ვაჩვენო მთელი ქალაქი თბილისი. 3 დღის მერე უკვე ვფიქრობ კიდევ რა შეიძლება ვანახო, სად წავიყვანო და მახსენდება უკვე ის ბათუმი, ვთქვათ, თელავი, სვანეთი რასაკვირველია, რომელიც დაუიწყავს თავისუფლებას ახდენს ჩემს მეგობრებზე, სტუმრებზე და ნუ რა ვიცი, სულ მყოფნის 10 დღეში შემიძლია ვაჩვენო მთელი საქართველო. თუ არ ჩავთვლით ახლა იმ ისტორიულ ძეგლებს, რომელსაც ალბათ ვერ ამოწურავ ხო საქართველოში და მამაჩემის მეგობრები ძალიან განთქმულები არიან ქართული სუფრის, ასე ვთქვათ, კეიფით და ქართული სუფრაზე რაღაც აი ამ მთელი რიტუალით, თავის სიმღერით და თავის, რა ვიცი, სადღეგრძელოებით და ჩამომივიდა ერთხელ და ძალიან ძვირფასი ჩემთვის სტუმარი, ეს იყო ოპერა ლა სკალას
კასტინგ მენეჯერი, ანუ ადამიანი, რომელიც არჩევს მომღერლებს და სამი დღე ჩემი მარშრუტის დავგეგმე და ვატარებ და ვაჩვენებ თბილისს, საქართველოს და ბოლოს გამომელი ადგილები, იმიტომ ყველგან ეცადე რომ საუკეთესო ადგილებში მიყვანა და მე დაურეკე მამაჩემს, არ ვიცი საწავიყვანო, ისე დღეში ვარ. არ ვიცი დღეს საღამოს რა ვაჩვენებ. მამაჩემმა მითხრა რომ რომელიღაც ძალიან უმნიშვნელო რესტორანში ვიკრიბებით მე და ჩემი მეგობრებიო და თუ გინდა აქ მოიყვანეო. მივიყვანე ამ რესტორანში, ვიფიქრე ხა რაღაც საშინელი რესტორანი იყო, იმიტომ რომ გადაფარებული იყო საშინელი მუშამბა, ძველი სკამები, აბსოლუტურად ღვინო იყო იმაში რაღაც პლასმასის ბოცებში, მაგრამ მისხდა 20-მდე ადამიანი გიტარით ხელში, ეს ადამიანი, ჩემი მეგობარი, ლასკაროსის კაცი გადაირია, სად დაკავდი აქამდე, აი აქ მინდოდა მოსულიყავი და ამათან ერთად მინდოდა რომ გამეტარა ბინა ჩემი აქ ყოფნის და მე კიდე ვატარებდი რაღაც ფოე ადგილებში. ადამიანი აი გაგიჟდა ისეთი სიამოვნება მიიღო ამათან ურთიერთობით და რა ვიცი, სიმღერით და ყოველი მათგანი მღეროდა არანაკლებ ვიდრე ის საოპერო მომღერლები და ის იტალიელი კაცია და ბუნებით ასე ვთქვათ მოიხიბლა ნახა საერთო და ამიერიდან მითხრა მე ამათნაირად მინდა რომ ვიცხოვრო, ჩემი დარჩენილი ცხოვრება მინდა რომ ჩემ მეგობრებთან ერთად ესე გავატარო და მე მივხვდი რომ ერთ-ერთი სერიოზული ტურისტის ასე ვთქვათ ადგილი შეიძლება და ყოფილიყო რაღაც ქართული ასე ვთქვათ სუფრა ქალაქური. ყველგან დამყავს რაც იცით ალბათ. უბრალოდ ერთადაც განვიცდი ხოლმე რომ არ არსებობს ეს რაღაც ტურისტული ჰიგიენური მომენტი რა. ჩემი იდეალური დასვენების ასე ვთქვათ გამოვნახე როგორც იქნა. როგორც ის ჩემი მეგობრები ზოგი მთაში მიდის, ზოგი ზღვაზე და მე ერთადერთი ადგილი აი არგ საოპერო თეატრში დასწრება კარგ სპექტაკლზე განსაკუთრებით თუ ეს ვაგნერია, თუ ვაგნერი სრულდება, მაშინ ხო ეს არის იდეალური კლასიკური მუსიკის მოსმენისას მაქვს ესეთი სულიერი განტვირთვის და ასევე დამუხტვის საშუალება და ვეძებ აკუსტიკას, ანუ იმ ადგილებს, სადაც ეს მუსიკა ჟღერს ძალიან კარგად. ესაა ჩემი დასვენების, სიმშვიდის და ენერგიის აღების ესეთი ადგილები. ამიტომ მთელ სოფლიოში ვეძებ ასეთ ადგილებს. ხანდახან გამომდის, ხანდახან არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ რომ აქაც საქართველოში აი ნატრობ რომ იყოს ესეთი ბევრი ადგილი, სადაც კლასიკური მუსიკა გაჟღერდება იდეალურ გარემოში. გამიმართლა მე ცხოვრებაში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს და ძალიან დიდ რეჟისორებს შევხვდი. და მქონდა მათთან პირადი ურთიერთობა და მათი შემოქმედებით, ასე ვთქვათ, ახლოს ყოფილიყავი მათ შემოქმედებასთან, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რეჟისორმა პიტერ ბრუკთან ურთიერთობამ, მათთან ერთად მუშაობა გამიმართლა ესე ვიმეორებ და რამდენიმე თვე მქონდა მასთან ესეთი პირდაპირ ურთიერთობა. თეატრალები ამას მიმიხვდებიან, ეს არის განუმეორებელი თეატრის თუ არა მარტო თეატრის, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო მას როგორც ანთროპოლოგად მოიხსენიებს, იმიტომ რომ ადამიანის ბუნების შესწავლის საუცხოო და საოცარი ნიჭი და თვისებები და ცოდნა გამოავლინა თავის ცხოვრების მანძილზე თავისი შემოქმედებით. და ჩემთვის ეს აი უახლოვდება ესეთ წმინდა გზნობებს. აი და ვთვლი რომ ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, თუმცა მანამდე ბევრი საინტერესო ადამიანი თან მომიწია მუშაობა. რა ვიცი, ალბათ ისევ პიტერ რო დაუკვირდები, ჩემ თავთან რო ვრჩები მარტო, მაშინ ვიძახი რომ პიტერ ბრუკმა იმოქმედა ჩემზე ყველაზე მეტად. არსებობს ესეთი სწრაფვა, რომ ჰარმონიისკენ, ანუ სხეულის და სულის ჰარმონიისკენ სწრაფვა და ეს ყველა ადამიანმა უნდა განავითაროს, რომ ჰარმონიულად განვითარდეს ადამიანი და ეს ჰარმონიას მიღწევა არის ძალიან რთული. მე ვურჩევდი, რომ ყველა ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა სწორედ წარმართოს თავის ცხოვრება,
სწორედ გაზარდოს თავისი თავი, თავისი შინაგანი ბუნება, რომ ჰარმონიაში მოვიდეს თავის თავთან, თავის სხეულთან, თავის სულთან და აი ამ ჰარმონიის მიღწევის გზაზე ნებისმიერი საშუალება იპოვოს.